ჩემი ყველაზე საყვარელი სუპერგმირი არც ღმერთია, არც მილიარდერი გენიოსი და არც უკვდავი ჯარისკაცი. ის ერთი ჩვეულებრივი ობოლი, სკოლაში დაჩაგრული, გოგოებთან უხერხული, უფლო ბიჭია, რომელიც არასწორ დროს და არასწორ ადგილას აღმოჩნდა. ან პირიქით, ძალიან სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდა. სპაიდერმენი როგორც სუპერგმირი თავიდან ძალიან ცუდ იდეად ითვლებოდა. გამომცემელმა პირდაპირ უთხრა სტენ ლის: ხალხს ობობები ეზიზღება. თინეიჯერი ბიჭები მხოლოდ ცანცარა საიდკიკები არიან. და საერთოდ სუპერგმირს ვის გაუგია, რომ ცხოვრებისეული პრობლემები აწუხებდესო. მაგრამ სტენ ლიმ და სტივ დიტკომ მაინც გაიტანეს თავისი და შექმნეს პიტერ პარკერი. ბიჭი, რომელიც მართლა უნიკალური ფენომენია, რადგან მისთვის სხვა სუპერგმირებისგან განსხვავებით, თავარი კონფლიქტი არა კოსმიურ საფრთხეებშია, არამედ ყოველდღიურ სოციალურ და ფსიქოლოგიურ წნეხშია. დღეს შევეცდები, რომ ცოტა სხვა თვალით დაგანახოთ სპაიდერმენის ფრენჩაიზი. მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს ფილმებიდან და ასევე გაგიზიარებთ 4 მთავარ გაკვეთილს, რომელსაც ვფიქრობ, რომ ეს პერსონაჟი გვასწავლის. დავიწყოთ. გამბედაობას ჯერ როლად ვირგებთ და შემდეგ ის ჩვენი იდენტობის ნაწილი ხდება. სპაიდერმენის ნიღაბი. ეს არ არის მხოლოდ ხელსაყრელი კოსტიუმი, რომელშიც პიტერ პარკერი თავის ვინაობას მალავს. იგი დროებით შეშინებულ ადამიანს აძლევს სივრცეს, რომ იყოს მამაცი. The Amazing Spider-Man-ის ხიდის სცენა გავიხსენოთ, როცა ენდრიუ სპაიდერმენი შეშინებულ ერთ ადგილზე გაქვავებულ ბავშვს საკუთარ ნიღაბს აძლევს და ეუბნება: გაიკეთე, ეს ძალას მოგცემს. ცხადია, ნიღაბი ბავშვს სუპერძალას არ აძლევს, ის უბრალოდ რამდენიმე წამით აღარ არის შეშინებული ჯეკი, ის სპაიდერმენია. ეს ახალი დროებით მორგებული როლი ეხმარება გააკეთოს ის, რასაც საკუთარი სახელითა და ამჟამინდელი იდენტობით ვერ გაბედავდა. რომ დაფიქრდები, ხვდები, რომ სამივე სპაიდერმენი სხვადასხვანაირი insecure ახალგაზრდაა. ტობის პიტერი სოციალურად უხილავი და დაჩაგრული ნერდია, ენდრიუს პიტერი გარიყული, სარკაზმით და ცინიზმით მოსაუბრე ლოუნერია, ტომის პიტერი მეოცნებე და ცანცარა ბავშვია, რომელსაც უფროსებისა და ეგრეთ წოდებული კუმირებისგან აღიარება სჭირდება. ობობის ნაკბენი მათ სუპერ შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ სპაიდერმენად გადაქცევა იწყება მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეშინებულები გმირის როლის თამაშს იწყებენ და პროცესს ბოლომდე ენდობიან. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სამოტივაციო ფრაზა არის გააკეთე შეშინებულმა. ცნობილი დანიელი ფილოსოფოსის კირკეგარდის ცნებას ეხმაურება. Leap of faith, რწმენის ნახტომი. როცა წარმატება გარანტირებული არ არის, შენ უბრალოდ თვალებს ხუჭავ და ხტები. პირველი გაკვეთილი, რომელსაც სპაიდერმენი გვასწავლის, არის ის, რომ როცა საკუთარ თავს ჯერ ვერ აღიქვა მამაცად, შეგიძლია დროებით ისესხო ისეთი იდენტობა, რომელიც მოქმედების საშუალებას მოგცემს. სხვადასხვა ამ ფენომენს კვლევებიც ადასტურებს. 2017 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც ბავშვებს ძალიან რთული დავალება მისცეს შესასრულებლად. და ბავშვების იმ ნაწილს, რომელმაც საკუთარი თავი ბეტმენად წარმოიდგინა, ბევრად გაუადვილდათ დავალების შესრულება. შესაბამისად დამტკიცდა ეგრეთ წოდებული ბეტმენის ეფექტი. სადაც alter egos გამოყენება ადამიანს აძლევს საშუალებას საკუთარი შიშისგან და დაუცველობისგან და დისკომფორტისგან მცირე დისტანცია იგრძნოს. და მეც ხშირად შემიმჩნევია, რომ ველოდები, როდის ვიქნები მამაცი, როდის ვიქნები მზად, როდის ვიქნები თავდაჯერებული, რომ რაღაცა გავაკეთო. არა და ბევრად უფრო მარტივია დასვა კითხვა, სპაიდერმენი როგორ მოიქცეოდა? და ალბათ ისიც არ არის შემთხვევითი, რომ სპაიდერმენის ნიღაბი მთელ სახეს ფარავს. სტენ ლის ჩემი აზრით გათვლა ჰქონდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეძლებოდა სპაიდერმენის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. გარეგანი ძალა შინაგან უძლურებას ვერ კურნავს. სუპერგმირის ტრანსფორმაციაში ერთი ძალიან ადამიანური ფანტაზია იმალება, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და ვიქნებით ზუსტად ის ადამიანი, რომელზეც ვოცნებობთ. პიტერ პარკერი ზუსტად ასე იღვიძებს და ამჩნევს, რომ სათვალე აღარ სჭირდება, კუნთებში ძალა აქვს, უფრო სწრაფი და გამძლე სხეული აქვს, კედლებზე ცოცავს და ასე შემდეგ. თითქოს ყველაფერი, რის გამოც მანამდე თავს არასაკმარისად გრძნობდა, ერთ ღამეში გამოსწორდა. მაგრამ მნიშვნელოვანი კითხვა არ არის ის, რამდენად ძლიერი გახდა პიტერი. აქ მთავარია, რომელი შინაგანი მოთხოვნილება მართავს ახლა უკვე ამ ძალას. იმიტომ რომ ორიგინალ სპაიდერმენს მართავს არასრულფასოვნების კომპლექსი. The Amazing Spider-Man-ს პირადი შურისძიება. ტომი სპაიდერმენი საკუთარი თავის დამტკიცებასა და აღიარებისკენ იღწვის. და საერთოდ, ვფიქრობ, ყველას გვაქვს ჩვენი შინაგანი ობობის ნაკბენები, ხო? გონია რომ თავდაჯერებულები ვიქნებით, როცა ლამაზები გავხდებით. შვიდად ვიქნებით, როცა ბევრ ფულს ვიშოვით. საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ დავაფასებთ, როცა უამრავი ადამიანის პატივისცემას და სიყვარულს დავიმსახურებთ. მაგრამ წარესიმართლე ის არის, რომ შეიძლება კი ბატონო გახდე ულამაზესი,
უმდიდრესი, უწარმატებულესი, მაგრამ შინაგანად მაინც სასტიკ სიცარიელეს გრძნობდა. ხო და ჩემი აზრით სპაიდერმენი ასევე გვასწავლის, რომ ნებისმიერი მიზნის დასახვისთანავე უნდა დავსვათ კითხვა რატომ. ძალიან მარტივი სავარჯიშო ვისწავლე ჩემი მეგობრისგან და ამას ქვია 5 რატომის პრინციპი. რეალურად ეს Toyota-ში გამოიყენებოდა სულ სხვა მიზნისთვის, მაგრამ იგივე პრინციპი შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ, რომ შინაგან мотивაციებს ჩავყვეთ. და რას გულისხმობ? ავიღოთ ტომ ჰოლანდის სპაიდერმენი, რომელიც პირველ ფილმში თუ გახსოვთ, მუდმივად ჰეფის წერს, სკოლას აცდენს და უფრო დიდ საფრთხეებს დაძდევს, რომ როგორმე ტონი სტარკის ყურადღება მიიპყროს. ის რომ გაჩერდეს და დასვას კითხვა. კი, მაგრამ რატომ მინდა რომ ტონიმ შემამჩნიოს? იმიტომ რომ friendly neighborhood სპაიდერმენობა არ არის შენთვის საკმარისი. და რატომ არ არის საკმარისი? იმიტომ რომ თუ დიდ საფრთხეებს არ ებრძვი, ფიქრობ რომ შენი ძალა ფუჭად იკარგება. და რატომ გონია რომ ჩემი ღირებულება დამოკიდებულია დიდ საქმეების გაკეთებაზე? იმიტომ რომ პიტერ პარკერი არ არაობაა შენთვის და სპაიდერმენობა გაძლევს საშუალებას იყო დიდი ვინმე. და ტონისგან რატომ ველოდები აღიარებას? იმიტომ რომ შენს ღირებულებას რეალურად ვერ ხედავ და ტონის აღიარება საბოლოოდ გეტყვის, რომ შენ საკმარისი ხარ. აი, ასე შეუძლია პიტერს იმსჯელოს საკუთარ თავთან. გაცდეს 5 რატომს, გაცდეს 7 რატომს და საბოლოოდ აღმოაჩინოს თავისი ნამდვილი პრობლემა. მას ეშინია, რომ თუ რამე განსაკუთრებულს არ გააკეთებს, თვითონაც არ არის განსაკუთრებული. ფიქრობ, ჩვენ ყველას გვაქვს სამუშაო იმ დაუცველობის შეგრძნებაზე, რომლის აღმოფხვრას ნებისმიერი წარმატების მიღწევისგან ველოდებით. რეალურად ჩვენ არ გვჭირდება სამყაროს გადარჩენა, რომ ჩვენი არსებობა მნიშვნელოვანი იყოს. ზრდა იწყება მაშინ, როცა ყველაფრის გადარჩენის მცდელობას ვწყვეტთ. აი, ახლა ცოტა შორს მივდივარ, მაგრამ წამომყევით. პიტერ პარკერი არის პიტერ პენი, რომელმაც საბოლოოდ გაიაზრა, რომ ნევერლენდში ვერ დარჩებოდა. Hear me out. პიტერ პენი და პიტერ პარკერი ქალაქის თავზე დაფრინავენ. ყოველდღიურობის წესებს გაურბიან და ისეთ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ბავშვური ფანტაზია რეალობად იქცევა. მაგრამ მათ შორის არის ერთი ფუნდამენტური განსხვავება. პიტერ პენის სუპერძალა ისაა, რომ ის არ იზრდება. ხოლო პიტერ პარკერის გმირობა იმაშია, რომ ის ბოლოს მაინც იზრდება. ნევერლენდში დრო გაჩერებულია, აღსუხისგებლობები ნულამდეა დაყვანილი და არჩევანიც საბოლოო არასდროსაა. მაგრამ ნიუ-იორკის κουინსის სამეზობლოში ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს თავისი საფასური აქვს. და ვინც არ უნდა იყო, მაინც დადგები ისეთი გადაწყვეტილების წინაშე, სადაც იდეალური გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. და მართლაც, სპაიდერმენის ისტორია სავსეა ეგზისტენციალური ტროლეიბუსის პრობლემებით. ეს არის ცნობილი ეთიკური სააზროვნო ექსპერიმენტი, რომელიც 1967 წელს ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ფილიპა ფუტმა გამოიგონა. წარმოიდგინეთ, უმართავი ტროლეიბუსი მთელი ძალით და მთელი სისწრაფით მიექანება ლიანდაგზე, სადაც მიბმულია 5 უდანაშაულო ადამიანი. თქვენ გახართ ისეთ პოზიციაში, სადაც შეგიძლიათ გადართოთ და გადაიყვანოთ სხვა ლიანდაგზე, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანია მიბმული. ან არაფერს აკეთებ და რამდენიმე ადამიანი იღუპება, ან ერევი და ერთ ადამიანს წირავ დანარჩენების გადასარჩენად. და ამ სავარჯიშოს მთელი სისასტიკეც იმაშია, რომ სწორი პასუხი არ არსებობს. რომელი ვარიანტიც არ უნდა არჩიო, ვიღაცა დაზარალდება და შენ მოგიწევს იმ ცოდნით ცხოვრება, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღე. გადავარჩინოთ მერი ჯეინი თუ ბავშვებით სავსე საბაგიროს ვაგონი. გავუშვათ ცხოვრებიდან გვენ სტეისი თუ გავაგრძელოთ მასთან სიახლოვე, რომელიც საბოლოოდ მის სიკვდილს გამოიწვევს. No Way Home-ის დასაწყისშიც ვხედავთ, როგორ ვაჭრობს პიტერი რეალობასთან. მას უნდა უნივერსიტეტიც, მეგობრებიც, სიყვარულიც, საიდუმლო იდენტობაც და გაირღვა მულტივერსი და ეგ არის დავიხოცეთ ყველანი. ეგრე არ ხდება, ხო? და მთელი ფილმის განვითარების არკაც მაგაში მდგომარეობს, ხო? პიტერი აცნობიერებს და თან ხვდება საბოლოოდ იმ რეალობაზე, სადაც ყველას ავიწყდება არა მხოლოდ სპაიდერმენის ვინაობა, არამედ პიტერ პარკერი. და ჩემი აზრით, კი ბატონო, შელოცვის სცენა ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ თავარი ზრდა ჩანს კაფეს სცენაში. როცა პიტერი MJ-სთან მიდის იმისთვის, რომ ყველაფერი უამბოს და თავისი ადგილი ძველ ცხოვრებაში დაიბრუნოს. მას ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. მაგრამ ხედავს MJ-სა და Ned's. ხედავს, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან, წინ მიდიან და მისი სამყაროს ქაოსში აღარ ცხოვრობენ. და აქ არის ზუსტად მესამე გაკვეთილი, რომელსაც ვსწავლობ. ზრდასრულობა არ არის ყველასა და ყველაფრის გადარჩენა. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ სწორედ მაგას ვერ შეძლებ და უნდა აირჩიო
რისთვის იბრძოლებ, რას გაუშვებ, რომელ შედეგებზე აიღებ პასუხისმგებლობას. No Way Home-ის დასასრულს პიტერი აღარ ირჩევს იმას, რაც ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ის ირჩევს იმას, რასაც ამდენი ხანი გაურბოდა. გადადის პატარა ბინაში, მარტო იწყებს ცხოვრებას, საკუთარი ხელით იკერავს კოსტიუმს და ისევ აგრძელებს პატარა ადამიანების დახმარებას. მაშინაც კი, როცა აღარავინ არ იცის მის შესახებ და ვერც ვერავინ ეტყვის მადლობას. და ბოლოს, ნამდვილი სიდიადე ადამიანებზე მაღლა დგომა კი არა, მათ გვერდით დარჩენაა. რას გავაკეთებდი ზებუნებრივი ძალები რომ მქონდეს? ყველას დაგვისვამს ხო ეს კითხვა ბავშვობაში. ახლა წარმოიდგინეთ თავი პიტერ პარკერის ადგილას. მთელი ცხოვრება იყო დაბულინგებული, შეუმჩნეველი, ფიზიკურად სუსტი ბიჭი და უცებ ერთ დღეში ოთახში ყველაზე ძლიერი ადამიანია. საბაბი ნამდვილად აქვს რომ თავში აუვარდეს, მაგრამ With great power comes great responsibility. ეს უბრალო მოტივაციური ციტატა არ არის. ეს არის გაკვეთილი, რომელიც პიტერს მართლა ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ სანამ ამ გაკვეთილს ისწავლიდა, სპაიდერმენს მოუწია საკუთარ ამპარტავნებასთან ბრძოლა. იმიტომ რომ ძალაუფლების მიღების მერე ყველაზე რთული ისაა არ დაიჯერო, რომ რახან ეს ძალა გაქვს, უცებ სხვებზე მეტი ხარ. სპაიდერმენი ზუსტად იმ ეპოქის შვილია, როცა ტრაგედია ჩვეულებრივ ადამიანამდე ჩამოვიდა. არტურ მილერი თავის 1959 წლის ესეში Tragedy and the Common Man წერდა, რომ ტრაგედიის ღირსი მხოლოდ მეფე არ არის. ჩვეულებრივი ადამიანიც შეიძლება იყოს tragic hero. სპაიდერმენიც 1962 წელს შეიქმნა და მისი ტრაგედიაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთი შეხედვის ღმერთის ძალა აქვს, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ბიჭის ფსიქიკით, ტრავმებით და არასრულფასოვნების განცდით უწევს, რომ მართოს ეს ძალა. და სხვათა შორის სპაიდერმენის ყველა ვილენი პიტერის შესაძლო ვერსიები არიან. ადამიანები, რომლებსაც სრულიად შემთხვევით ერგო ძალაუფლება და თავდაპირველად კარგი განზრახვების მიუხედავად მორალური კომპასი დაკარგეს. სამივე პიტერსაც წაუწდება ფეხი არაერთხელ. მაგრამ ის მორალური კომპასი, რომელსაც Uncle Benny ან Aunt May ტომის შემთხვევაში ჩადებს მასში, ის გახდება საყრდენი მისთვის და დატოვებს სწორ ტრაექტორიაზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს Spider-Man Homecoming-ში. ფილმის დასაწყისში პიტერს ერთი სული აქვს, როდის გახდება ავენჯერი, როდის გადავა დიდ ლიგაში, მაგრამ ფილმის ბოლოს, როცა ტონი უკვე სთავაზობს ამ აღიარებას, ახალ კოსტიუმს და ყველაფერს, პიტერი უარს ამბობს. მირჩევნია ცოტა ხნით დავრჩე მიწაზე და მეოთხე და მთავარი გაკვეთილი აქ არის თავმდაბლობა. მაშინაც კი როცა ყველაფერზე მაღლა შეგიძლია იდგე, როცა იმხელა ძალაუფლება გაქვს, რომ შეგიძლია ყველას ზემოდან უყურო, ირჩევ თავმდაბლობას. მაგიტომაა ჩემი ყველაზე საყვარელი ციტატა Infinity War-დან, როცა ამბობს, რომ You can't be a friendly neighborhood Spider-Man if there's no neighborhood. ერთი შეხედვით ეს ფრაზა ნიშნავს, რომ რაღაც შენი პატარა სივრცის დასაჩცავად ხანდახან გიწევს, რომ უფრო დიდ ბრძოლაში ჩაერთო. მაგრამ აქ მთავარი სიტყვა ჩემი აზრით არის neighborhood, სამეზობლო. სამყაროს გადარჩენას იმიტომ აქვს აზრი, რომ ამ სამყაროში ცხოვრობენ დეიდა შენი, ბიძა შენი, შენი მეზობელი, კლასელები, ქუჩის გამყიდველი, აი ის მოხუცებებია, რომელსაც გზის გადაკვეთაში დაეხმარე, ხო? იმიტომ რომ თუ შენს დიად მასშტაბურ მისიაში ადამიანები დაგავიწყდა, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდი გმირი ხარ და რამდენ ძალაუფლებას ფლობ. ერთი სული მაკროთის გამოვა brand new day. დამიკომენტარეთ, რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი სპაიდერმენი, ჩემთვის ყოველთვის ენდრუ იქნება. აი რა ვქნა, Amazing Spider-Man-ს მესამე ფილმი რო არ გაუკეთეს, აი ყველაზე დიდი დანაკარგია ჩემი აზრით. მაგრამ, ზოგი იძახის, რომ No Way Home იყო Amazing Spider-Man-ის მესამე რაღაც პონჩი, იმიტომ რომ MJ რო გადაარჩინა, მაგითი ეს განვითარების არკა დასრულდაო და არ ვიცი, ნახოთ, I don't know. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე. ჩემი макияжи შემჩნიეთ ხო იმედია. So proud of it.